ჩვენი აშენებული სახლი მინდა განახოთ დღეს 550 კვადრატულ მიწის ფართობზე აშენებული ვერც კი წარმოიდგენ, მაგრამ ეს სახლი არის 450 კვადრატული. სადაც არის 10 ოთახზე მეტი. ეს სახლი არის სამსართულიანი. წინა მხრიდან არის 2 სართულიანი და უკანა მხრიდან არის 3 სართულიანი. თუ როგორ ამ ყველაფერს გიჩვენებ ვიდეოს ბოლომდე დარჩით. მოკლედ, სახლს აქვს დაახლოებით 7 საძინებელი. თუ არ ჩავთვლით, შეიძლება ეს გამოვიყენო კაბინეტად, ეს კი გარდერობა. ზევით გვაქვს 4 საძინებელი, მეორე სართულზე. მასტერი, ეს არის მისაღების სივრცე, რომელშიც ისევ და ისევ სლაიდური ალუმინის კარტმანჭრებია გამოყენებული. ხოლო სამზარეულოს სივრცე არის აქ, რომელიც შეიძლება გადავტვირთროთ და იზოლირებული გავხადოთ. ასევე ამ სახლს აქვს უხარი და ასევე დიდი აუზი. ეზო გვერდითა სახლის ჩვენია, ისევ ჩვენი აშენებულია, უკვე დამთავრებულია მოპირკეთება, ხვებით გამწვანება გადარჩა მხოლოდ და მხოლოდ. ამ სახლს აქვს მინუს სართულიც და ასევე 130 კვადრატული ტერასა. ამას ისეთ ფაში ვიდით ამ სახლებს, რომ ალბათ ფასი მართლა გასაკვირი შეიძლება იყოს იმათვის, ვინც იცის მშენებლობა რა ჯდება და დღეს იცის ნაკვეთი ივერტულის ტერიტორიაზე. მხოლოდ და მხოლოდ აინტერესებული პირები დამიკავშირდით, რადგან ფასი და ხარისხი ტოლია. ესეთი დიდი მისაღების სივრცე აქვს მინუს სართულში. ასევე ერთი საძინებელი გვაქვს მინუს სართულში გამოყენებული, ტექნიკური ოთახი, საკუჭნაო სველი წერტილი. სახლები არ არის არც ერთ კედელზე მიდგმული, რადგან სივრცე იგრძნობა ეზოშიც, ასევე ამ სახლს. სახლის უკანა ხედს შეგახედებთ. დაინტერესებული პირები, ვინც იქნებით და ვისაც გაინტერესებს მსგავსი ტიპის დიდი ოჯახისთვის დიდი სახლი, დამიკავშირდით დეტალებზე. სახლს მარცხენა მხარეს აქვს, როგორც ხედავთ ვიდეოში ჩამოსასვლელი, ანალოგიური მარჯვენა მხარესაც იგი. მხოლოდ და მხოლოდ 10 დღეში დასრულდება მოპირკეთება ყველაფრის და დაიწყება გამწვანება. ეს სახლი არის მწვანე კარკასის მდგომარეობით და იყიდება. ფასი და ხარისხი ტოლია, ვიმეორებ ისევ და ისევ. დაინტერესებული პირები დამიკავშირდით. მაღლა მეორე სართულზე გვაქვს 4 საძინებელი. როგორც გითხარით, ეს სახლი უკანა მხრიდან არის, როგორც ვიდეოში ხედავთ, 3 სართულიანი. და პლუს ტერასა აქვს 130 კვადრატული.